არსებობს ადამიანი, რომელსაც დავით ნარმანია მაჯობა, ნიკანორ მელია. მოგესალმებით. წარდგენა ხა მისი კომპლიმენტი იყო ჩემი თუ ნუ ეგ დიპლომატიური წარდგენა იყო ასე ვთქვათ. მე მგონია რომ არც ერთს არ გეწყინება და არც ერთს არ გესიამონებათ ასე ვთქვათ. შეიძლება ასე ითქვას. ჩემი აზრით ესე იგი დადგა. აი დადგა შენით რომ ნიკანორ და შეგიძლია ამოხეთქო და თქვა ყველაფერი რასაც ფიქრობ ნარმანიას. აი თქვი მიდი. შენინება მიდი. თქვი რა თქვა ჯერთით მე მგონია იმდენად ტრაგიკული არ არის ამდენადაც წარმოვაჩენთ და იმდენად სუსტიც არ არის ამდენადაც ვასუსტებთ. აი მას მაგალითად მილიონი ხე რო არ დაერგა მაგაზე არაფერი არ გინდა თქვა? ხო არ შეასრულა თავისი დაპირება? თქვი? არა მილიონი ხე შეიძლება მართლა ვერ დარგო და რაც ალბათ არავის არ ჯერა მაგრამ ამაში არის დიდი პოზიტივი იმიტომ რომ ეხა მილიონი ხე წარმოიდგინე ეხა დედაქალაქში ყოფილიყო ის რაც დაირგო უმეტესობა ხმელია ისედაც და მილიონი ხის პირობებში ხანძარი რო გაჩნდეს თბილისში რეალურად დიდი შარი შეიძლება მოხდეს და ხე ვერ დაირგო მილიონი მით უმეტეს და ამ ხრივ ესეც საფრთხე განაიჭრა. სად ეხა მილიონი ხე რო დაიწოს და სად 10 ხო ესია რა? ხო და საფრთხე არ არსებობს ამიტომ ზოგი ჭირი მარგებელი არის. დამაჯერებელი არგუმენტი იყო. აი ორმოებს რა სიტყვით? ხო არის ორმოები? ორმოები სხვათა შორის მე მგონი აღარ არის ეხა ის მე გზად თქვენთან მოვდიოდი ორმო არ შემოხდა ამიტომ ის რომ იძახის რომ ორმო არ არის რეალურად დამაჯერებელი არის ამ შემთხვევაში მაინც ეს ორმოები არის შეიძლება განათებები არა განათება არის განათება არა ანუ ხო არ არის განათება არ არის ორმო ანუ ეხა განათება როდესაც არის ბევრი რამ ჩანს ქალაქში ამიტომ განათება არ არის თუ აკვირდები ესე სხვათა შორის ამას დაკავშირებით გასვოთ და წინა მერის ადმინისტრაციას დაცინოდნენ რომ თბილისს შეერქვა სინათლის ქალაქი ხო აჰა ბევრი კუთხე ჩიხი ქუჩა განათდა ხო ობიექტურად ესე მოხდა და დაცინოდნენ ამას ხო სინათლის ქალაქი და ეს არის ქალაქი რო გაანათა ეს სახელი შეერჩა და დღევანდელ ქალაქს ქვია ნათელში ყოფნის ქალაქი. ნათელში ყოფნის ქალაქი. სადღეგრძელო სამობთ ხოლმე? არა, იმიტომ რომ აი ვაჟაზე რო საფოვები გააკეთა. ნარმანიამ ვაჟას გამზირზე ჩამოდი გააგორე ნათელში იყოს, ნათელში ყოფნის ქალაქი არის. ამიტომ ისევ სინათლესა და ნათელთან დაკავშირებულია ეს ჩვენი ქალაქი. რაღაც ესე იგი შაბეშტილებამ შეიძლება რომ თქვენ ჭყალებში აპრავით ძალიან იცავთ ასე ვთქვათ დავით ნარმანიას და მე მივხვდი ეხლაც რატომ იცავთ მე მივხვდი ეს ხო იცი რატომ დათო იმიტომ რომ თქვენ მეგრელები ხართ აქეთ მელია იქეთ ნარმანია და რა მე ჯერთით სუბიექტური გავხდი ახლა თერი კამპანიის პერიოდში 4 თვე ინტენსიურად მიწევდა ურთიერთობა ადამიანთან და რაღაცნაირად ლატენტური გულშემატკივარი ვარ რა. შეჩვიეთ მას. აი შენ რომ მერი შენ რას შეცვლიდი ძმა? რას შევცვლიდი? ნუ რაღაცებს გავაკეთებდი. რაღაცებს აი მე ვფიქრობ შენ არჩინები რომც მოგეკო. მაინც არაფერი არ შეცვლებოდა და თუ ჩემი არ გჯერა. თუ ჩემი არ გჯერა, აი შეგვიძლია ვნახოთ ახლა ვიდეო, გამოკითხოთ შევატარეთ და ვნახოთ ერთი აბა. შეიძლება. თქვენი აზრით უნდა გადადგეს თუ არა ქალაქ თბილისის მერი მელია? აჩერეთ. აი რას უპასუხებს შენი აზრი? ხო, უნდა გადადგეს თუ არაო ქალაქის მერი მელიაო. ირიმება მე მგონი და ვფიქრობ მიხდა რომ მელია არ არის მერი. რომ მიხდა თქვენი აზრით კითხვას? ნუ რა სიტყვის მაინც რას უპასუხებს? რა ვიცი ჩემზე თუ დამოკიდებული მე მგონი უნდა გადადგეს ეს იღიმის იმიტომ რომ მას უხარია რომ თქვენ ხართ მერი მაგრამ ბოლოს ხო ხედავთ ცოტა მოიწყინა იმიტომ რომ იფიქრა რომ თქვენ უნდა გადადგეთ მე მგონი შემდეგ ვნახოთ თუ შეიძლება აი თქვენ როგორ ფიქრობთ უნდა გადადგეს თუ არა ან კარგი მერია მელია თუ არა თქვენ ძირითადი სეგმენტი ხედავთ ხო ასაკს როგორია და კარგია მე მგონი პასუხი გემა კარგია კარგია
გამონახოთ პასუხი. არ ვიცი, საშუალოა. არც ძალიან კარგია რო თქვა და არც ძალიან ცუდია რო. თუ უფრო უკეთესი გვეყოლება, მაგას რა გქონდა. კარგი არ ვთქვი, ცუდიაც არ ვთქვი, საშუალო. კაი, აბა კიდე ერთი ვნახოთ თუ შეიძლება. კმაყოფილი ხართ თუ არა ქალაქ თბილისის მერის ნიკა მელიას მუშაობა? აი ამ სახიდან გამომდინარე თუ რამეს მივხვდებით მე არ ვიცი. მე ვფიქრობ უკმაყოფილოა. ისედაც ხო ცხოვრებით. უკმაყოფილოა. ზოგადად უკმაყოფილოა ჩემი არსებობით შეიძლება. აწუხეთ სახს. აბა თუ შეიძლება. ნიკა მელიას მაგ დროს აქ არ ცხოვრობდი და ვერაფერს ვერ გეტყვი. მაგდროს არ გაცხოვრობ. ჩვენ ნახეთ თქვენი არსებობით შეწუხებული ადამიანების კატეგორია დაახლოებით როგორია. კიდე ერთი ვნახოთ თუ შეიძლება. კმაყოფილი ხართ თუ არა ქალაქ თბილისის მერის ნიკა მელიას მუშაობა? აი როგორი მრავლის მეტყველი გამომეტყველება. გულია, მე მგონი ეს თან ზუბალაშვილების ქუჩა, არა, სასამართლო აი არის. ნახე როგორ იცის აბა ნარმანიეც ეცოდინებოდა ეს ქუჩა? არა. მე ვფიქრობ ამან იცის რომ არ ვარ მე, თუ ის ქუჩა ეხლა თაწმინდა. ერთი წამით თქვენი აზრით ეს არის ზუბალაშვილების ქუჩა თაწმინდაზე. თუ არ ვწდები ეხლა ყოველ შემთხვევაში აი ამსგავსება. აღმაშენებელია? შეიძლება. კარგით, ამას ამოჭრით თქვენ გადახდილი გაქვთ თანხა და ჩვენ არ გავაკეთებთ ისე რომ თქვენ შავი პიარით არ ვარ ჩვენ დაინტერესებთ. თუმცა თუ დაამატებთ მართლა მე ვფიქრობ რომ საქმის კურსია ვინ არის მერი. კი ბატონო. პასუხი. კამელიას კი. ნარმანიას არა. ხედავთ. აბა კიდე შემდეგი ვიდეო. კმაყოფილი ხართ თუ არა ქალაქ თბილისის მერის ნიკა მელიას მუშაობა? ვაცადოთ ცოტა ხანი. ვაცადოთ. პოზიცია უშლის ხელს, აი დაახლოებით ესეთი პასუხი. აბა ვნახოთ ერთი. ნაწილობრივ. ნაწილობრივ კაფეზე. არქოს ახალისია. თქვენ თვითონ თუ ხართ კმაყოფილი თქვენი მუშაობით როგორც მე. კარგით, ესე იგი შემდეგი ვიდეო პარალელური სამყარო. კმაყოფილი ხართ თუ არა თბილისის მერი ნიკა მელიას მუშაობა? აი ნუ არ ვიცი, ეს თქვენი არსებობით შეწუხებულია თუ როგორ თქვით თუ ბატონი დავითის არსებობით არის მე მგონი ჩემით არის თქო. დიახ. აბა ვნახოთ ერთი ბატონი ვახტანგის პასუხი. მე არავის საქმეში არ ვერები არ სამჩი. აი, მეგრელ კაცი. და არავის საქმეში არ ვერები, ნუ ისინი შეერებიან ჩემ საქმეშიო. კარგი იყო ნამდვილად. კი ბატონო. თუ შეიძლება ბატონი დათათუთაშხიას შემდეგ სხვა რომ ვნახოთ კიდე. კმაყოფილი ხართ თუ არა თბილისის მერ ნიკა მელიას მუშაობა? კი, კი? აშკარად. ნუ ჩანს ყოველ შემთხვევაში. კმაყოფილი, აი რაღაცა ბედნიერია, ხო? ისეთი ნაკვესებში მკვეთრება. აბა ვნახოთ პასუხი. ვისი? თბილისის მერი ნიკა მელიას მუშაობა? ოკეი. არა. არა. ეს მასაკირებენ და აი რა ადამიანი იქა. ინფორმირებულია. ეს მაინც შემიძლია ახლა გაუკეთო ნარმანიას მაგალითად შემიძლია გადავდგე ახლა დღესვე. ამ წამს. ასე რომ მე ვთვლი რომ ეს ძალიან კარგი იდეა. ძალიან კარგი იდეა. აი ეგეთ რამეზე დავფიქრდი მე და რა სიტყვით. რომ მარჯვენა საჭევისაც აქვს მანქანაზე. მარჯვენა სანაპიროზე იყოს მტკვრის იაროს. მარცხენა საჭიანება იარონ მტკვრის მარცხენა სანაპიროზე. და ვისაც არ ყავს მანქანა, მათ შეგვიძლიათ რომ მტკვარზე ტევიქირავონ და გააკეთონ იარონ ესე. როგორ ფიქრობთ ეს თუ იდეაა? ჟავანაძის დროს იყო ეს იდეა და კონცეფცია, რომ ტივები ყოფილიყო და ანუ ეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის ნაწილიც გამختارიყო სერიოზულად, ხო? 7 ნომერი ტივის არაფერი ცუდი აბაში არ არის და ზოგადად ეს მარჯვენა საჭიანების თემა ძალიან საკამათოა, მაგრამ რაც ყველაზე მეტად მაშფოთებს არის აი სასქულიანი სისტემა მართვის მოწმობის. ხა წარმოიდგინეთ, წლის ბოლოა 31 დეკემბერია და თქვენი ილოს აღმოაჩინეთ რომ აი სუფთა ხართ 100 ქულა გააქვთ. ამ თქვენ შეგიძლიათ 100 ქულის დაგროვა გააკეთოთ დღის განმავლობაში, წლის ქართველი კაცი ხართ და 100 ქულით ხო არ შეხვდებით, ანუ დახარჯოთ, ხო? აი გამოვარდებით. რამდენი იქნება ხა ესე? გამოვარდება და აი საშინელების წითელზე გაივლის უამრავი. მოკლედ მე კიდე ერთი რაღაც რჩევა მინდა ასე თქვა მოგცეთ რომ აი
სულ აკრიტიკებენ ბატონ დავით ნარბანიას, რომ ესე იგი არ არის თბილისელი და რატო უნდა იყოსო თბილისის მერი, არა თბილისელი. და მეც გირჩევთ, რომ თუ გინდათ, რომ გაიმარჯვოთ არჩევნებზე, ასე ვთქვათ, და იყო თბილისის მერი, უნდა იყო თქვენს ნახტი თბილისელი. და მოდით ასე ვთქვათ, ჩააბარეთ თუ შეიძლება ტესტი ერთ ძალიან, როგორც იტყვიან, კოლორიტ ნამდვილ თბილისელს და გოიმოლოგს, ასე ვთქვათ, ტასო ბარნოვას. აღიარებულ ტასო ბარნოვას. ტასო მოგზანდი. მოდი ტასო. აი შენი მორიგი მსხვერპლი გაჭიქი თუ შეიძლება? გავარჯავა. შენც მაკაცე. აი ასე ჩააბაროთ მას ტესტი. რომ სანამ დავიწყებ მასთან საუბარს, მე მინდა რომ სთხოვა, რომ შარლის ტოტი აიწიოს. შარლის ტოტი. ნიკა თუ შეიძლება აიწინს, ვერ დაგელაპარაკება უბრალოდ. ხო, შავი ნასკები აცვია, იმიტომ რომ მე თეთრნასკიანებს არ ველაპარაკები. ახლა რა მაინტერესებს? ყოლია თეთრნასკიანი. კი, ჯექსონი. სტუმარ თუ ყოლია თეთრნასკიანი. კი, ჯექსონი. შენ ვაკელი ხარ? არა, ვაკელია ვარ. მე ვერ გცნობ სახეზე. ესე რა უბნები? მე თათმის რაიონში ცხოვრობ. თათმის, ამაგით თქვი იმაზე ძალიან. თათმის რაიონში. ისე მე ეგეთი იდეა მაქვს, აი რომ გამოხვიდეთ, რა თბილისელი ხომ უნდათ არა და თქვენ რომ გამოხვიდეთ, ეს თბილისელივით რომ ილაპარაკოთ, და ეს გამოკვეთილა თბილისელივით, რა რომ მე არჩევნებზე ყველანაირად შევეცდები და მე მგონი რომ თქვენ შეიძლება 5% გარანტირებული. რა თქმა აი ძმა, 5% გარანტირებული. მე გოიმოლოგი ვარ ისე პროფესიით. და ეს პროფესია ძალიან საინტერესო პროფესიაა თან. ზარდია, პოპულარული ხდება და ისწავლება, ანუ ეს თუ აპირებენ ჩემი აზრით. არა, ვარ. კი, ვაპირებთ ახლა მე და ნარმანია რომ გავხსნათ მაგის უნივერსიტეტი. შენ თუ ესე ძალიან ერკვევი და გოიმოლოგი ხარ, ერთი რამეზე მიპასუხე, მიშა გოიმია შენი აზრით? მიშა არა, სტოპროგინზე ვიყავს, ვიყავს. ეს კინძი ვიყოთ, არასწორად გაიგო ძალიან ბევრ, ანუ კონტექსტი თლიანად. გაუიასნე რა გამაგას. კინძი რეალურად ეხა შეიძლება იცი კიდევაც უკრაინული სიტყვა და ნიშნავს კოდს. არა, კოდს იყო, არა კინძი კინძი ეგრე არა. აი კინძი. ჰინძი. აი უკრაინულად კინძი. აუ მე ხომ добро штраф штрафной майданчик на хинзе. ეს რეალურად ესეა. რაც რო გადათარგმნო ნიშნავს რომ მიხეილ სააკაშვილი ქართულმა ოცნებამ გამოაძევა. ასე არა, კინძი რეალურად მართლა არის ის რაც ვიყო. შენი აზრით ნიკა გოიმია თუ სვეცკია თუ ვინ არის? არა, ნიკა არ არის გოიმი ვაფშე. ნიკა არა, შეიძლება ნიკანორი? ნიკანორი როგორია? ნიკანორი როგორია? ნიკანორი თუ ნიკა? ნიკანორი როგორია? ნიკანორი მელოტია. აი? ნიკა კაი ბიჭია. მე ნიკას მივეცი ხმა არჩევნებზე. ისე არ არის ჩემი მტერი, როგორც იტყოდნენ თქვენი ისინი, აი ვისასწავლოთ ხოლმე. მე მომეცით მართლა? სტუდენტები? კი, იმიტომ რომ ეგრელები არ მევასება და ნარმანიას ვერ მივეცი. აუ, თქვენ ნაციონალებს ფული აღარ გაქვთ ხო? ჩვენ ნაციონალებს ფული ჯერჯერობით არ გვაქვს, მაგრამ ახლა ცენტრალურ ოფისს ვყიდით და რომ გაყიდით გამომიარე. მართლა, გადაშენებით ძალიან მალე გავყიდით და ცირა ყიდით? ზვირად, ну, ყოველ შემთხვევაში გვეყოფა. შენი წილი რამდენია? ახლა ოფშიაკში მოდის და ამიტომ ოფშიაკში მოდის. ნახე რა, ეჭვიანობ? შენ გონია რა დაცავს ბევრი ფული აქვს, აი ის ზოგადად. ანუ მე რომ მახსოვს. ისე მაინტერესებს, აი მართლა. აი ბევრი ფული აქვს, საშუალო ფული აქვს თუ აი ფულიანები არიან ეხლა. იყვნენ. ეხლა სად არის მე? ხო და რავი, სად გაფლანგეთ ეს ამდენი ფული, გამაგები. ჩემზე არავის კაპიკი არ დაუხარჯავს და უკეთეს ვის და ეხლა არჩევნები თუ გინდა. ეს იყო ჩვენი გოიმოლოგი და მუდამ მართალი ტასო ბარნოვა, ტასო დიდი მადლობა. მივზანდი. ოფის რო გავყიდით. ტასოს დაურეკო ყოველთვის.
ნიკანორ მელიას პირღიმილიანი 9 წუთიანი რეჟიმი ჩვენ შოუში დამთავრდა, კარგად ბრძანდებოდეთ. Anticoci con mortudo, osus kirigenkiao, osus manamoso, usunana, qualunque che tensi a boda. Oh, la, badeno,